ეს ლამაზი სახლი ოდესღაც იტალიურ მაფიას ეკუთვნოდა 1920-იან წლებში. ესე რომ ბუნებრივია მეტალის დეტექტორიც ამოვიღე, რომ ნახო მაფიას რამე საინტერესო ხომ არ დაუტოვებია. არ გამიკვირდა, როცა პირველი რაც ამოთხარე იყო პისტოლეტის ტყვია კოლტის იარაღიდან. ეს გასაკვირი არ იყო, მაგრამ საინტერესო კი იყო. შემდეგ ამოთხარე ალუმინის შესყიდვის ჯეტონი ოდინსონის კომპანიიდან, ძველი უნივერსალური მაღაზიიდან, რომელიც აქ იყო 20-იან წლებში. მაფიას ალბათ ძალიან უყვარდა ეს ადგილი, რადგან ამ ჟეტონებიდან 1 ან 2 კი არა, 25-ზე მეტი ვიპოვე, რაც იმ დროს ათეულობით საჭმლის ყიდვას ეყოფოდა. სახლთან წინ მეტალო დეტექტორით მუშაობდი და ამოთხარე პირველი მსოფლიო ომის მედალი, რომის წინა მხარეს არწივი იყო გამოსახული. ეს იმ პერიოდს ეკუთვნის, როცა მაფია ამ სახლში იყო. ასევე ვიპოვე ვერცხლის სამკაულის ნაჭერი ეზოში, რომელიც ალბათ აქ ცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა. ეს ნივთი სტერლინგის ვერცხლისგანაა დამზადებული და თარიღდება 1920-დან 30-იანი წლებიდან. ბოლოს, როცა უკანა მხარეს ფორთოხლის ბაღში ვთხრიდი, ვიპოვე დანის სტარი. შეიძლება არაფრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ დანის სტარზე ამოტვიფრული იყო იმ კაცის ინიციალები, რომელიც ოდესღაც ამ სახლში ცხოვრობდა. ის იტალიელი ემიგრანტი იყო და აქ, ფლორიდაში, თავისი სახლიდან კრიმინალურ კლანს მართავდა. ეს არტეფაქტი დაბრუნდა ამჟამინდელ მფლობელთან.